მოგესალმებით. დღეს მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა ეტაპებს გაივლიან სტუდენტები FPV პილოტის კურსის გავლისას. FPV პილოტის კურსის პირველი ეტაპი ეს არის სიმულატორებზე მომზადება. სიმულატორებზე მომზადების ეტაპი აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან თქვენ გექნებათ საშუალება არ დააზიანოთ თქვენ გარშემო ყოფნი, თქვენი თავი და თქვენი ტექნიკა. ის ასევე გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ ის საფრენოსნო უნარები, რომლებიც ძალიან გამოგადგება თქვენ მომავალში რეალური დრონებით ფრენაში. სიმულატორებზე მომზადების ეტაპის შემდეგ ჩვენ გადავდივართ Tiny Whoop კლასის დრონებზე ფრენებზე. შერჩეული იქნა Tiny Whoop კლასი, რადგან ის თავისი პატარა ზომების გამო არის საკმაოდ უსაფრთხო, ხოლო მისი ფრენის ტექნიკა თითქმის იდენტურია დიდ დრონებზე ფრენის ტექნიკისა. ამავდროულად არის საკმაოდ პატარა და კომპაქტური იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი ფრენა დახურულ სივრცეებში. FPV პილოტის კურსის მესამე ეტაპზე ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან ტექნიკაზე. სრულფასოვან ტექნიკაში მე გულისხმობ 5 ინჩიან freestyle დრონებს. ეს დრონები გაძლევთ საშუალებას იფრინოთ აერში საკმაოდ ჩქარა, აკეთოთ სხვადასხვა აკრობატული მანევრები და სრულად შეიგრძნოთ ის სიამოვნება, რასაც განიჭებთ ფრენა. ასე დრონებს შეუძლიათ საკმაოდ სწრაფი ფრენა, საკმაოდ მაღალი პილოტაჟის მანევრების შესრულება და ჩემ პირად გამოცდილებით საკმაოდ მაღალი დონის სიამოვნებას ანიჭებს პილოტს. თუ გაინტერესებთ მსგავსი დრონებით ფრენის შესწავლა, გთხოვთ მობრძანდეთ საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციაში.